სალამს გისურვებთ ყველას. დღეს ვიღებთ მონადირეების შემდეგ ნაწილს. არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ლამაზ კომენტარებს მიწერთ ხოლმე და мотивაციას მაძლევთ, რომ გავაგრძელო ეს კონტენტი რა. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ გადახვიდეთ ღამის მონადირეების არხზე და გამოვიწეროთ მათი არხი, იმიტომ რომ ძალიან დიდ შრომას დებენ და აშკარად ეტყობა ხარისხს, რომ საკმაოდ კარგი არის რა. ხა კიდე დავიწყოთ ვიდეოს გადაღება. ბოლოს რომ ვუყურე, ძალიან საინტერესოდ გამithარდა მოვლენები რა. რაღაც ჯვაროსნულ მას მიაგნეს იქ და ხა მაინტერესებს რა მოხდება რა მოგით. ერთად ვუყურებ. პოლიციამ გააჩერა ჯიგარი. ორდენი. რას ნიშნავს ორდენი? თქვენი დედა შევიცი. რა ხდება? არაფერი დამელოდე ორი წუთი. როცა ეს კი ტიპია. დამელოდე. ორი წუთი დამელოდე. საბუთები წარმომიდგინეთ. და რომ არ წარმოგიდგინოთ? თქვენ მოძრაობის წესები დაარღვიეთ. წარმომიდგინეთ საბუთები. იცი მე ვინა ვარ? საბუთები ბატონო. ნიკუშავა რა მილახვარი ბიჭო. ვინჩე ფეხები? მიცანი ახლა? შალვა მილახვარი შვილი ვარ ბიჭო. ეხა შენი სახელი მითხარი დროზე? ჩემი სახელი რა შუაშია ბატონო? მოიცი. კანონი არ გავალდებულებს შენი სახელი რომ მითხრა? ილია გოგიტიცე. ხოდა ჩემო ილია. გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან. რა შენძრეული ბიჭია და. ესეთი საუბარი ბატონო ნიკა. რა თქვი ბიჭო? შენ მიწვიდავ როგორ ვილაპარაკო? ჩაიჯვიობა. არ იცი ბიჭო ვინ უნდა გააჩერო და ვინ არა? დღესვე გააჯვალ სამსახურიდან. დავай ნახვი ხა აქ დროზე. აი, შენ თუ მამიკოს გაბლატებული ტიპი ხარ. ხო, აი, ესეთი ტიპი თუ ხარ, რომელსაც მამიკოს ტრაკით აქვს ყველაფერი და თავის ტრაკით არაფერი გააჩნია, შენ დედას შევეცი. დიახ. გავაგრძელოთ ხა ყურება. მადლობა ყურადღებისთვის. ჯახი მყავს, ბატონიკა, ოჯახი. გავიგე და ყლეზე მკიდია. საზიზღარი როჟა. თუ ოჭვალი დედა უნდა მოგიტყნა, რომ უკეთ გაიგო ბიჭო. ბატონო ნიკა. ბატონო კი არა. ფუშენი. შენ გენაცვალე ლაზარუს. აი, ლაზარუს ედმეტია ეხა. სა იდიოტია ნა. მოკლა. აი, ლაზარუს, აი, გეყოს. გასისხლა იმენა გარჩ. მოიცა. მეც გამარტყი თორე ეჭვს აიღებენ. რა ჯიგარი კაცია. სულის ზორნომერში ეკიპაჟი მჭირდება და სასწრაფო დახმარება. კაცია დაჭრილი თანამშრომლოს თავს დაესხდენ. ძალიან კაია რა. ცოტა დავხვით ხალხო.
ნიკა მამე ხომ არ გინდა მამიკო მისი შვილია ბიჭო არსად არ მინდა გამოსვლა და ნუ გამიტრაკეთ ყველამ საქმე იცი ქირურგს ველაპარაკე მამა და ისაო უკვე შეგვიძლია ოპერაციის გაკეთება ვიცი ხო და გამიკეთეთ მანამდე საათას მოაწერებს სანამ მოაწერებს ესე იგი ეს ის ტიპი არის ამ ტიპის შვილია და ამ ბებამდე მოხდა ეს ყველაფერი რა კაროჩე კაი ხნის წინადელი ამბავია როგორც ჩანს ჩავსველი არ ვარ ვახჩი სალაპარაკო მოგშენთ მამა მალე მითხარი რა ხო იცი უამრავი საქმე მაქვს შვილო უცბად ვერ გეტყვი ცოტა ხანი მომისმინე გისმენ მამა გისმენ აბა რას ვაკეთებ კაც იმ ხალხიდან მონადირებმა რო დახოცეს ხო ერთ-ერთი ვიცანი სკოლაში მაკითხავდა ხოლმე ზუსტად მახსოვს ეგ რა ხანია ჩემთან აღარ მუშაობს კაცო რამ გაგახსენე მამა ნუ მატყვე ვიცი როდის ამბობ სიმართლეს და როდის არა რას გატყუებ მამა რას გატყუებ ხო იცი არასოდეს მოგატყუებ რა რა მოწე რა ვერ გაიგე შენ რა გონია ვინ დაასახიჩრა შენი ძმა ამიტომ ეძებს იმათ რა გავაგზავნე ვიფიქრე პოლიციაში დარეკავენ დაიჭერენ მეთქი რა ვიცოდი თუ ჩახოცავდნენ იქ ყველას კაცო ისევ მატყუებ მათქვი საინფორმაციოში თქვენს რომ ყველა შეიარაღებული იყო მამა ამე გადი ოთახიდან მითხარი სიმართლე ახლავე გადი ოთახიდან მეთქი თურმე როგორი საზიზღარი ყოფილხარ ნიკას რაც დაიმართა ყველაფერი შენი ბრალია მამიკო მაპატიე რა მაპატიე გინაც მამიკო მაპატი შენ არ მინდო ანა ო ეს რა შენძრეული კაცია ვინ არის ჩემ ანა ბატონო შევაკი გვეგონა ჩაიჯვი ბიჭო ვა შეიძლება მადლობა თეკ ეს კაი შენძრეული ტიპია რა პრობლემა ხო არ იქნება რომ გადავიღო აი ეს როჟა რა ისე ჩვენთვის არა არანაირი თან სულ მინდოდა ტელევიზორში გამოჩენა ეს რა საყვარელი ბავშვი ექსკლუზიურად შენზე გადავიღებ სიუჟეტს დაინახე როგორ ხდება ღიმილი მომზადოთ ის შენი პირფერი კაცი ეს თეკლა ვიცი ძალიან დაიღალე ამ თემაზე საუბრით მაგრამ მაინტერესებს როგორ გზნობს თავს თქვენი და რამე პოსტტრამვული ფობია იქიდა თუ ჩვეულებრივადაა არა ძალიან ჩვეულებრივადაა მაგრამ აუ შეგიძლიათ კამერა რო გათიშოთ ისე მინდა რომ გელაპარაკოთ კი რა პრობლემაა გაპროჭები არიან არ გათიშავდა აი მინდა არ გათიშავდა კაროჩე ამა ჩართვამ დამპალმა ბიჭო ისმეთ რა მოხდა იცით არ თქვა უცნაურადაა ეს დღეები როგორ უცნაურად არ მელაპარაკება
ისედაც არ ვლაპარაკობთ ბევრს, მაგრამ ახლა მით უმეტეს. ყოველღამე გადის და სახლში დილით ბრუნდება. თვითონ ამბობს ბარში უმუშაობო, მაგრამ მე მგონია რომ რა გონია თეკლა? უკაცრავად? არა უშავს. წააყრანტალა ყველაფერი ამ ბავშვს. ბიჭებო, გაიცანით, ჩემი ტოქსიკური და თეკლა. თეკლა, ესენ ჩემი ბარის მეგობრები არიან. რაღაცა გავააქტიური მოიცა ხალხო. სანდრო და ნიკო. ეს გასიამოვნოა. შევედით. ალა გვაქვს. ლენ, რაღაც უნდა გითხრა. კიდე უყავს სტუმრები. ლენ. როგორ ხარ? ეხლავე დაახვიეთ ჩემი სახლიდან. რა მოხდა? ყელში ამოხვედით უკვე, თავი დამანებეთ რა, მეორე და არ დაგინახოთ. თეკლამ დაგპატიჟა. გონი ელენამ გასაგებად გითხრა. აი ბატრი და როგორი საინტერესო მეგობრები ყოლია ლენ. ბიჭებო, თქვენც გადაგიღოთ? რა თქვი? რაგით ბიჭებო, რა გჭირთ? გოდიშლიან. თავი დაანებე, მე ვიზავ. ოპა. ბიჭო, ეს ისე მედგრად გასეხა რა, აი ამ მომენტში, ესეთ მომენტში რომ ესეთი ჩიჩვირძაღლი ტიპი არ იქნება რა. აი კაკბიდი მომ რაღაცა კიდე მეორე თამაში თამაშ. რაღაც ეგეთი შეგრძნება მაქვს. ხა ესე ვერ დადგება ის ცანცარა ტიპი, რომელიც წეგან ოთახში შემოვიდა რა, ჩემი აზრით. ისედაც ვაპირებდი გასვას, ხო? მაგარი შენძეული ტიპია ეს. ხო. ანა სულ მიკვირდა. რუსეთიდან ჩამოსვლის მერე ამდენი ფული როგორ იშოვა მეთქი. დედა ჩემი ამბობდა ღმერთი გვწყალობს. ჩემი ძმა იცი რატო დაასახიჩრეს? იმიტომ რომ მამა ჩემს გავს. ხო, იმიტომ რომ მაშინ ისნაირი დამპალი როჟე არის გაროში. მე ამანი არაღიანი ხალხი გაგზავნა და ყველა დახოცეს. ტელევიზორში თქოს ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. კაი, ხო იცი ტელევიზიას არ უნდა დაუჭერო არა? კაი, სულ ამჭირდება ტელევიზია. მამა ჩემო თვითონ გაიფაქტა თავი. და ახლა რას აპირებ? არ ვიცი. მე იქ არ დავბრუნდები.
დარჩი ჩემთან რამდენი ხანიც გინდა. ნუ ეხლა სასახლე არაა, მაგრამ გაიძიგარი გოგო. ანქაურობა ყველა სასახლის მერჩენია. მადლობა. ეს რა ნიშანია? შერიგდნენ თუ? ნახე რა დამპლები არიანო. გენაცვალე. შენ გენაცვალე. ტიპი ყველას იშორებს, ვინც ამ თემაზე რამე იცის რა, მაგარი დამპალი როჟაა ის. მერი არის თუ ვიღაცა არის. Ოკარგად. როგორც ხედავ, ყველაფერი რიგზე ვერ მიდის. გამოიღე ხმა ეხლა. აკენთ. მიუტარეთ. საათიანი პაუზა რა თუ. ჯერ არა. პოლიციამ წაიღო თითის არაბეჭდების შესახებად. და ვერაფერი ხო? მოდი დასხდეთ. მოდი. ათას 98 წელს პალესტინაში ჯვაროსნების მიერ დაარსებული იქნა წმინდა ლაზარე იერუსალიმელის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალური ორდენი. ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად, მწვანე ჯვრის სიმბოლოს მატარებელი ორდენი იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდა. თანამედროვეებმა წმინდა ლაზარეს ორდენის არმიას მე-12 საუკუნის ბიოლოგიური იარაღი უწოდეს. სულ ეს არის. არ მიყვირს რომ ვერაფერი იპოვეთ. თქვენთვის რაღაცა. ძალიან საყვარელი კაცია ეს კარჩი. ეს ციცოცხლე კაცი. ჟანდაბა. მე
ლაზარე იერუსალიმელი ქრისტეს შობიდან 1000 წლის შემდეგ გამოვიქეცი რა საკუთარი სამშობლოდან თავი აღთქმული მიწის ქარებს შევაფარე. ბუნდოვანია იმ ადამიანების ბედის წერა, რომელთაც მიზნად ღვთის სამსახური დაუსახოთ. ჩვენს მახვილს უდანაშაულოთა სისხლი აწვევს, მტერს ვჟლედთ, სისხლი გვაწვევს, ცხენების ფლოქვების, ადამიანების ყვირილის, გალავნის მორღვევის ხმა ისმის. გამაგრდით ძმებო, ლაზარე მოდის, მტკიცე, გაუტეხილი ფარით, კეთროვანების, უბედურების, ცოდვილების მცველი, მე დავიცავობლებს, ლაზარე მოდის, მე დავყრის სისხლს, ლაზარე მოდის, მომისმინე ჩემო რჩეულო, მომისმინე ჩემო მემკვიდრო, პატივი ეცი შენს წინამორბედებს და ნიღავი ატარე, ნიღავი შენი სახეა, მას თუ დაკარგავ ყველა სამიზნე გახდები, ვნებები დაითმინე, შენი სიცოცხლე არაფერია, მარადისობაში გაბნეულ ხაზებთან შედარებით. არავინ შეიყვარა, შენი ძმების და ჩაგრულების გარდა. შენ უნდა დაიცვა ისინი, ვისაც ხმა წაართვეს. იყავი ლაზარე, ლაზარე, მე ვარ. და თქვენ ამ ყველაფერს აკავშირებთ იმ ადამიანებს, ვისაც ძეძებთ? ვა, ძალიან გაასწორა ეხა. ძალიან საინტერესოა რა. უფრო და უფრო საინტერესო ხდება სერიალი რა, ცვეთშიონ. ძალიან ასწორებს უკვე. რა ლამაზი ადგილია ხო რა და თავიჯერო ეს იმ პატარა იმაში არის ჩიხში ძველად ეს სასტუმრო ლონდონი იყო საუკეთესო თელს კავკასიაში მეხლა ეს შენობაც დაეზოც სრულიად ცარიელია დრო არაფერს იმდობს არა არც ახლა დამოსულ ყვავილს არც მოძველებულ იდეებს როგორი ამაღელვებელია იმაზე ფიქრი რა იყო და რა იქნება 100 წლის შემდეგ სარდაფით სასტუმროს ნაწილი იყო? იყო სანამ ადამიანების საწამებელ ადგილად არ გადააქციეს სამწუხაროა რა შენ იცოდი რომ ჩემი და ქალის მამა ჩემის ძველი მეგობარი და ჩვენი საერთო მტერი ერთი და იგივე ადამიანია? ჩემი პასუხი ვერ განუგეშებს. ვინ მოკლა ის ადამიანები? პასუხი შენს კარგად იცი.
ვეღარ გავუშვებ. რატო? ეს ბევრად მაგარი კლები გამოგვივიდა. რა იყო რისი გეშინი? მომისმინეთ. აღარ მაქვს მე რა ამ ბობოლებთან ომის თავი რა. ქვეყანა გადავარჩინოთ, რაღაცა შევცვალოთ, დავიღალეთ თქვენი ბოლო სიმღერის მერე სულ მეკნები მტკივათ, ან ცენზურა დაგვადეს. და საერთოდ მე აქ აღარ მუშაობ. ხომ აქ რა გინდა? რა თქვენი ტრაკი საქმეა? კაი და სად გავუშვათ? იუთუბერობას მიაწექით. გავიგე მაგარი ფული კეთდებაო. მე თქვენ არხს გამოვიწერ. მით. აი პროჯექტი გამოიწა. შეგეხოძება ნახო. დებილი ბავშვი. შებროჯოშე. ბიჭებო? ლიზა. ლევან. ამას რანაც დარტყვა ხონია. მე არაფერი არ დამიშავებია. დაწყნარდი. ჩვენ უბრალოდ სალაპარაკოთ მოვედით. კარგად დაიწყეთ ლაპარაკი კი. ვიცი რამ ხელას რომ ასდებ შენ სიუჟეტში. ისიც ვიცი რამ ხელა იმედს ამყარებ. მაგრამ შეცდომაში შეგიყვანეს. იცი ჩვენ არავინ მოგვიკლავს. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის დადგმული სპექტაკლია. და ახლა შენი დახმარება გვჭირდება რომ ცუდი სახელი ჩამოვირეცხოთ. მართალია. ხამე დრაკულასავით ჩაცმული მე დავდივარ და ხალხს მე ვხოცავ. ბოდიში. გიყვარს თეატრი? ძალიან. მაშინ ნება-მომეცი ყველაზე სკანდალური სპექტაკლი დაგიდგა. ისეთი, რომელიც დასავლეთის ტელეარხებსაც დაიპყრობს. თქვენთან გადაცემაში ერთი პოლიტიკოსი დადის. ჩვენთან გადაცემაში ბევრი პოლიტიკოსი დადის. არა, ის განსაკუთრებული ფიგურაა. ხელშეუხებელი. იცი ვიზეც ვამბობ. ბოლოს როდის გადაიღეთ სიუჟეტი მის საქმიანობაზე? არ გადაგვიღია. პროსტორად ვცადე. პირადად მე. და ესე მითხეს თავზე გაიჯვიო და სამსახურიდან გამომაგდეს. და ეს თავზე გაჯმა სად არის? ისმინე. ერთი ქარხანა ქალაქიდან რო გადიხარ. მანდ რომ მივედი კამერა თავზე დამანეცეს. ჩემი ოპერატორი ლევანიც მანდიყო. და სამსახურიდან მარტო შენ გაგიშვეს. ხომ არ თვლი რომ ეს ცოტათი უსამართლობაა? ხომ არა, ეგ რა შუაში ამ სიუჟეტთან ან თქვენთან? მაგას გაიგებ. შენ თუ ქარხნის მისამართს გვეტყვი, კარს ჩვენ გაგიღებთ. მოდი და გადაიღე რაც გინდა. ჟურნალისტები ხომ ჭეშმარიტების მხარეს უნდა იყოთ. ასე არაა? ასეა. მოდი ვაჩვენოთ საზოგადოებას, ვინაა ამ ისტორიის ნამდვილი ანტაგონისტი. და დავეხმაროთ ერთმანეთს მიზნის მიღწევაში. ისე რა სექსი ვამპირი ხარ. ძალიან იდიოტი კაცია ეს.
ბოდიში ამ გულტვილი ველოდებოდი ერთის გოგო აუ ეს მაგარი კაცია არ კაცია თუ არა საკითხავია ხარ ღმერთო ჩემო ამას აქ რა უნდა ეს კი რა უნდა მოყევი რა მოხდა რა მამა ჩემთან ვიჩხუბე ეს ახლა წამოვედი მოიცა რა აი რა მოხდა მოყევი არ მინდა რა მაგაზე ლაპარაკი უბრალოდ თქვენთან ყოფნა მინდოდა კარგი რა გაქვს ჩვენთან დასამალე აუ ხო იცი არა თუ ჩვენი იმედი როსო შეგეძლია გქონდეს და რაღაცა კარგი მაშინ სულ თავიდან დავიწყე ანა რაზე გელაპარაკი რაო მოიცა აი სოფლელმა უნდა იცოდეს და ჩვენ არა ვიყოფო რა დამიძახე ხო რა და ტყუილს ვამბობ რამეს არა სარკეში იხედები ხოლმე უსო დამოვიწდო სამსახიობოზეც ვერ ჩააბარა მე რომ მკითხო ბოზადაც არ გამუშავებ გოგო გაიყვანებ ხო ცოტა ხანი რა მაგარი ბანძი გოგო ხარ პროსტა ამას შენ თავთან არ აღიარებ რა გაჩერდი რა ვაფშე ვერ უხდები აი მასთან რატო დაქალო მოკეტე ახლავე ეღვასება აუ რა ჯიგარია ილაპარაკე ხა და იყავები ჯიგარი კაცია ხოლენა დღეს რა შვებით დღეს არ ხარ საჭირო დაისვენე აუ კარგი რა ცოტა ძალიან ნერვებზე ვარ და განტურთა მჭირდება აუ ხო იცი მე პრობლემა არ მაქვს იმან თქვა ასე იმას მიავუხსნი მიდი რა ასე არ დამტოვო აუ სულ მე როგორ უნდა მეჭმეოდეს კაი 7-2-7 9-9-1 ხამის 2 საათს 7-2-7 9-9-1 კარგი მანდორ რა ხდება? როგორ ჩაიარა საქმე? იცით, არინა ეს ძველი მეგობრები არ ვართ კაცო. მესმის შალვა. ანუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხო, უხმოდ. ცოცხალია. მაგრა დასრულებს ეს კაცი ორ მართლა რა. ჩავთეჩ. რატო რა? ხალხი არ ყოფნით ბიჭო? ყველაფერს მივხედავთ. უბრალოდ მეტი დრო მოგვეცია. არი ვიცი იმეც არ გამიცურებ
აბა? წარმატებები. ო, ბატონო მინისტრო, მობრძანდით. როგორ გიკითხოთ? ესენი ნახეთ რა დღეში არიან? ხო, ნახე. ვისკის ყოდალებთ? უფ, აუცილებლად. აკეთ მობრძანდით გქონთ. მობრძანდით. Яхты. წავედით. რა ძეს კი მოუშენი აქვთ? მოიცა. ნიღაბი დაგჭა შეჭრა. ხაო ბოდიში. რა იდიოტია. შეგვიძლია. არა, კაია. თან გადაობაც არის, თან დაძაბული მომენტებიც არის ასწორებს. რა ხდება? არ ხუმრობ ლაზაროს. ოპა. მოიხსენით ნიღბები და ჩაგვარდით. Wow. ხო, ясნი აქ დამთავრებდი. კაი მეგობრებო, სულ ეს იყო. ძალიან გაასწორა, ძალიან მაგარი სერია იყო ჩემი აზრით. ძალიან ასწორებს ეს სერიალი, რა, თვეთში არის გადავა მომენტებიც, არის დაძაბული მომენტებიც და საწყისისთვის, პირველი სეზონისთვის ჩემი აზრით ძალიან მაგარ ხარისხს დებენ რა. რაღაც რამოდენიმე სერია დიდად არ მომეწონა, მაგრამ ეს არის რამოდენიმე თითოეულა, დანარჩენი თქმის ყველა მომეწონა რა. ამიტომ აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ ღამის მონადირეების არხი. და ჩემი არხიც გამოიწერეთ, ძალიან გთხოვთ. ძალიან დიდ мотиваციას მაძლევთ ყველანი. მეტი და მეტი мотивაციით უდგები ხოლმე ჩემს საქმეს რა. კარგით, აბა, კარგად, დროებით, შემდეგ ვიდეომდე.